მშვიდობიან 80-იანებში ჩვენი წარმოდგენის მთავარი გმირები ბანალური ყოველდღიურობით ტკბებიან. ერთი შეხედვით არაფერი მიანიშნებს იმას, რომ ახალგაზრდებით გადაჭედილი რუსთაველი სულ რამდენიმე წელიწადში საომარი მოქმედებების ველად იქცევა და კაფეში ერთ მაგიდასთან მოკალათებული ახალგაზრდები ბარიკადების სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდებიან. უძრაობამ თითქოს ყველაზე ანარქისტულად განწყობილი ადამიანებიც კი მოიშინაურა. თეატრალურ ინსტიტუტში დიდი პოპულარობით სარგებლობს წარმოსადეგი და ენამახვილი პროფესორი, რომელზეც უამრავ შავბნელ ისტორიებს ყვებიან. მას ცხოვრების უდიდესი ნაწილი ბანაკებში აქვს გატარებული. იგი ძარცვავდა ბანკებს, შიშის ზარსცემდა ქურდებსაც და პოლიციელებსაც. ახლა კი ამ ჭაღარა ელეგანტური კაცის კანონიერ ქურდას წარმოდგენა ცოტა არ იყოს გაგიჭირდება. ხოლო იმაზე, რომ რამდენიმე წელიწადში იგი სამხედრო ფორმას მოირგებს და ქვეყანაში ლამის პირველ პირად იქცევა, ფიქრიც დაუჯერებელია. მაგრამ წარმოდგენა, რომელიც მოულოდნელად ამღვრეული 80-იანების დასასრულს დაიწყება, დაუჯერებელ მიზანსცენებში ყველას თავის ადგილს მიუჩენს. მომძლავრებულმა ეროვნულმა მუხტმა ხალხში ნაციონალური ლიდერის მოთხოვნილება გააღვიძა. ამ ნოსტალგიურმა გრძნობამ, რომელმაც მაშინ მთელი ერი მოიცვა, გამსახურდია ნომერ 1 ანტიკომუნისტად აქცია. მისი პოპულარობა დღითიდღე ძლიერდება. თავრობის სახლში განლაგებულ საბჭოთა ხელისუფლებას რეალური ძალაუფლება ქუჩამ ჩამოართვა. მაგრამ იყვნენ ისეთებიც, ვინც ზვიადის დროშებქვეშ გაერთიანებას არ ჩქარობდა. მაგალითად, ქალაქელი ბიჭები, რომლებმაც თბილისში მომრავლებულ პროვინციელ იდეალისტებთან ერთ რიგებში დგომა არ ისურვეს. მაგრამ ქვეყნისათვის ასეთ მნიშვნელოვან მომენტში საკუთარი როლის შესრულება ძალიან უნდოდათ. თავდაპირველად გაერთიანების იდეა ოქროს უბნელებს გაუჩნდათ. ცოტა ხანში პლეხანოვის და საბურთალოს საძმოს წევრები სულ რაღაც 200 ადამიანი ერთმანეთს იპოდრომზე ხვდებოდა. სხვათა შორის ჯაბა იოსელიანის ირგვლივ თავიდან არ გაერთიანებულა ხალხი. ეს იყო ხალხი, რომლებიც ყოველგვარი ლიდერის გარეშე თავიდან მეგობრობა, პატარა ქალაქი იყო ყოველთვის თბილისი რა. მეგობრობაც ბევრ რამეს ნიშნავდა. ეს ხალხი შეიკრიბა. ეს თავისთავად გამოიკვეთა მერე კაცი, რომელსაც უმეტესობას ჯეროდა, რა თქმა უნდა. კაცი, რომლისაც ყველა სჯეროდა, ძნელად აღსაზრდელთა კუმირი, პროფესორი, დრამატურგი, წერალი და კანონიერი ქურდი ჯაბა იოსელიანი იყო. ის ტრანსპორტის ინჟინერის ოჯახში დაიბადა. ბავშვობა საყვარელი დის, ინტელიგენტი მშობლებისა და მათი მეგობრების გარემოცვაში გაატარა. ანგელოზისებური გამომეტყველების ოქროსთმიანი ბიჭუნათი ყველა ამაყობდა. მაგრამ 15 წლის ასაკში სანიმუშო მოწაფეს საინტერესო ცხოვრებისაკენ გაუწია გულმა. მოხდა არა იმ წრეში, რომელშიც უნდა მოხვედრილიყო, მისი ოჯახის და მისი პირადი თვისებების გამო არ უნდა მოხდარიყო ამ წრეში, მაგრამ მოხდა. და როგორც მაშინ ეძახოდნენ ამას, ზეგზე იდგა რო იტყვიან და დაიჭირეს და ჩასვეს ციხეში. მისმა, ასე ვთქვათ, შინაგანად შეურიგებელმა ბუნებამ, თან ძალიან ახალგაზრდა იყო, მე მგონი 16-17 წლის თუ იქნებოდა, ვერ შეეგო ამ ამბავს და გაიქცა ციხიდან. გაიქცა ციხიდან და დაიწყო, რა თქმა უნდა, მისი ძალიან რთული და ძალიან წინააღმდეგობებით ახსოვსე ცხოვრება. რა თქმა უნდა, ეს არ იყო ანგელოზის ცხოვრება. ამის შემდეგ მის სახელს ზედსართავი კრიმინალი აღარ მოსცილებია. მაგრამ იოსელიანის რეგალიები სიცოცხლის ბოლომდე იზრდებოდა და ურთიერთგამომრიცხავ ეპითეტებსა და წოდებებს მოიცავდა. მისი ბიოგრაფია სავსე იყო ურთიერთგამომრიცხავი მოვლენებით. პროფესორმა იოსელიანმა საშუალო განათლების ატესტატი მხოლოდ 39 წლის ასაკში მიიღო. მანამდე რამოდენიმე წლით ადრე კი გაქცეულმა პატიმარმა მოსკოვში ფსიქოლოგიურზე სხვისი პასპორტით ჩააბარა და წარჩინებული სტუდენტიც გახდათ. მაგრამ ხუთოსანს ყაჩაღობის და მკვლელობის ბრალდებით ისევ აკავებენ. მაშინ დააპატიმრეს ჯაბა და ნახევარი უნივერსიტეტი მოვიდა სასამართლოზე, მეც ვიყავ იქა და ეს ოფიციალური პირებიც უნივერსიტეტის ეუბნებოდნენ, თქვენ ვიღაცაში გეშლებათ, ეს კაცი შეუძლებელია რომ ამ კაცს ჩაედინა, რასაც თქვენ აქ უყენებთ მას ბრალდებებს, იმიტომ რომ ეს იყო რაღაცა სანიმუშო სტუდენტიო. აი ასეთი მთავარი გმირი გამოიყვანეს ავანსცენაზე ბიჭებმა, რომლებისთვისაც უზენაესი ავტორიტეტი საკუთარი ძალა და ახალგაზრდობაა. გმირი, რომელიც ახლაც კი მათ თვალში ახალგაზრდული მეამბოხეობის განსახიერებაა.
ბატონი ჯაბა ჩემთვის პირადად და ჩემი მეგობრებისთვის არის იდეალი. ამას მე ძალიან ისე ვიძახი, აი თელის გრძნობით, თელის გულით, სულით. და რატო? ჩვენ ლეგენდები ქონდა ბატონ ჯაბაზე გაგონილი, ოსმენელი და თხოვეთ ჩვენ ბატონ ჯაბას და ჩვენი წინამძღოლი და უფროსი ყოფილიყო. პროფესიონალ დრამატურგს კარგად ესმის საკუთარი როლის მნიშვნელობა. მას თვალდახუჭული გამოყვებიან ასეულობით ადამიანები. ყველა მისი საქციელი ლეგენდად იქცევა. მის ნათქვამ და უთქმელ აზრებს ანტიკური ქოროს მსგავსად ათასნაირად გაახმოვანებენ ადამიანები. მაგრამ ახსოვს თუ არა ყოფილ კატორღელს, რომ ნამდვილ ტრაგედიაში იღუპება სწორედ ქორო და არა მთავარი გმირი. თუმცა ფინალამდე ჯერ კიდევ შორია და არავინ ფიქრობს, რომ იგი ტრაგიკული იქნება. ჯაბა იოსელიანი კი სიმამაცის ნაკლებობას ნამდვილად არ უჩივის. დაუმარცხებელი მიამბოხის მისი რეპუტაცია ჰაერიდან არ შექმნილა. მას უკვე მობეზრდა საწერ-მაგიდასთან ცხოვრება. თავგადასავლები ისევე წყურია, როგორც თავისუფლებით დამთვრალ პლეხანოველ და საბურთალოელ ბიჭებს. არც იდეალებისა და ადრენალინის ნაკლებობას უჩივის. არ იყო ორდინალური ადამიანი, ის იყო მეოცნებე, ცოტა დონ კიხოტი, ცოტა რობინ გუდი, ცოტა უილენ შპიგელი. ეს იყო ეროვნული მოძრაობის ყველაზე რომანტიული რაინდული პერიოდი. მთელი საქართველო მოუთმენლად ელოდა დამოუკიდებლობას და შეგნებულად თუ შეუგნებლად გმირობისათვის ემზადებოდა. ძალიან ბევრი ცხელი წერტილი იქნებოდა უკვე საქართველოში. მარნეულის მხარეში აზერბაიჯანელები იყვნენ, აფხაზეთში აფხაზები და ცალკე ოსეთში. ყველგან არეულობა მწიფდებოდა, სადაც ხალხს პრინციპში იარაღთან უწევდა უკვე ურთიერთობა. და იყვნენ ახალგაზრდა ხალხი, რომლებიც თავის ვალდებულებად ჩათვალეს. თუ ქართველი კაცი, როცა ტყუის წინაშე დგას, ყველანაირად დახმარებოდა და დაეცვა ეს ხალხი. თავის გამოვლენის საშუალებაც მალე მიეცათ. ჯაბას ბიჭებმა ჯერ მარნეულში შექმნილი პირველი ეთნოკონფლიქტის დარეგულირება ითავეს და ამოცანას საკმაოდ კარგად გაართვეს თავი. საბჭოთა სივრცეში ჯაბა იოსელიანის სიტყვას მეტი ფასი აქვს, ვიდრე დისიდენტის ან ეროვნული ლიდერის. მისი ავტორიტეტი ანტიქართულად განწყობილ მოსახლეობაზეც ვრცელდება. როდესაც 99 წლის შემოდგომისათვის ოსეთში ადამონ მიხასის სეპარატისტული ორგანიზაციის ინიციატივით ოსეთის დამოუკიდებლობის საკითხი დაისვა, ეროვნულმა მოძრაობამ ცხინვალში საპროტესტო მიტინგის ჩატარება დაგეგმა. ჯაბა იოსელიანს მიტინგის უსაფრთხოებაზე ზრუნვას თავად ზვიად გამსახურდია სთხოვდა. საბჭოთა მთავრობა მიტინგის ქალაქში ჩატარების ნებას არ იძლევა. ამიტომ გამსახურდია იძულებულია ცხინვალის მისადგომებთან გამართოს აქცია. აქციის შემდეგ სიტუაცია სამაჩაბლოში უფრო იძაბება და იოსელიანის ხალხი მოსალოდნელი შეტაკების თავიდან ასაცილებლად ცხინვალის მიმდებარე ქართულ სოფლებში ბანაკდება. და უცბად მისმის რომ ოსები მოდიან. ეხლა მე არც ჯარში ვიყავი ნამყოფი, მანამდე არც მით უმეტეს არც ომში და ეს ოსები მოდიან წარმოვიდგინე გერმანელებზე რო იღებდნენ ფილმებს ეს ჩამწკრივებულები მოდიან ავტომატებით. და გამოვარდით გზაზე ეს ერთი ავტობუსით იყვნენ, ერთი ბეტანა მიშალკა დიდი კრაზის ტიპის მანქანა იყო და მოკლედ მოხდა ეს გასროლა მოხდა რა ავტობუსიდან გვესროლეს. იოსელიანი 80 კაციან დაჯგუფებას 10 ადამიანის დახმარებით აკავებს, რაც თავისთავად უკვე უპრეცედენტო შემთხვევაა. მაგრამ თავარი წინ არის. ყოფილი ზეკი დამნაშავეთა დაკავების პროცედურას კარგად იცნობს და ადგილობრივ მილიციელებზე არანაკლები სიზუსტით ასრულებს. ყველას დააწერინა ჩვენება. ვინ რა იარაღიდან ისროდა, რატო გაისროლეს, რამდენჯერ გაისროლეს. მოხდა ისე რომ მეორე დღეს უკვე საკავშირო კგბ იყო ერთ-ერთი მოადგილე
ჩამოვიდა იქ და ესე სერიოზული იმით, რომ ასწავლიდი говорит заложников. Чабаевному у нас нет никаких заложников. Вот есть вооруженные преступники, их милиция охраняет. Вот они написали их показания, пожалуйста. ორი კვირის შემდეგ ჯავას ბიჭები ხეობიდან გამოვიდნენ. ოსეთის მიმდებარე სოფლებსა და გორში მათ საომრად განწყობილი ქართული მოსახლეობა დახვდათ. მათ სათავეში მყოფ გამსახურდიას მომხრე ვაჟა ადამიანს ჯაბა იოსელიანმა ამ ხალხის აღრიცხვა და სახლებში გაშვება ურჩია. ადამიანს ხალხი მართლაც აღრიცხა და მერაბ კოსტავას სახელობის შეიარაღებული ფორმირება ჩამოაყალიბა. ამ ფორმირებამ მალე დიდი ხნით დაიდობინა ოსეთსა და ქართლში. კონფლიქტი, რომელიც იოსელიანის ხალხმა ერთხელ მშვიდობით მოაგვარა, ისევ გამწვავდა. ჯაბას ბიჭებმა სიტუაციაზე კონტროლის დაბრუნება გადაწყვიტეს. მოკლედ იქ აი ქართველებიდან დავიწყეთ და ქართველებით დავამთავრეთ რა. კაი გემრიელი გამოუწერეთ რა. რო რასაკეთებთ? ეს არ არის რა, ეს ჩვენი კონფლიქტი და საერთოდ იმის შემდეგ უკვე მოხდა ისე რომ რამდენიც გამსახურდია საკან პური გაუძვირდებოდა ან რაღაც მაგდაგვარი იყო პირდაპირ მთელი მოსახლეობის ყურადღება გადაქონდა ოსეთისაკენ რა და ჩვენ მაშინ უკვე ის პერიოდი იყო რომ რაღაცა ორგანიზაციის სახე მივეცით. ამ წუთიდან იოსელიანისა და გამსახურდიას მომხრეები საქართველოში მომხდარ ყველა უბედურებაზე პასუხს ერთმანეთს თხოვდნენ. ერთიან ეროვნულ მოძრაობაში ბზარი გაჩნდა, თუმცა ეს ბზარი გამსახურდიას და იოსელიანის ურთიერთობაში ახალი არ არის. მაგრამ მე მაინც უფრო ვფიქრობ, რომ ამ კონფლიქტის, რომელიც შემდგომ სამოქალაქო კონფლიქტის სახით, ასე ვთქვათ, განვითარდა საზოგადოებაში, სათავეები არის უფრო ადრინდელი და უფრო პრინციპულ საკითხებზე იყო, ასე ვთქვათ, დავა. აი მარტივად გეტყვით იმას, რომ კონფლიქტი არსებობდა ასე ვთქვათ, ეს დისიდენტურ სამყაროშიც ჯერ კიდევ 60-70-იან წლებში. მათ შორის აი არა მხოლოდ თქვათ აი შიდა ქართულ სინამდვილეში, არამედ აი ამ საბჭოთა სივრცის დისიდენტურ სამყაროში. საბჭოთა იმპერიის ნგრევის პერიოდში დისიდენტური მოძრაობის ქვედა დინებები ზედაპირზე წამოდიოდა. ისინი, ვინც გუშინ ერთად ისხდნენ ბანაკებში, ერთმანეთის მტრებად იქცნენ. საბჭოთა უშიშროების სამუშაო უნებურად თავის თავზე აიღეს და ერთმანეთის ბიოგრაფიაში, საზოგადოებისათვის მანამდე ნაკლებად ცნობილი საჭოჭმანო დეტალების ქექვას მოყვნენ. ასე იქცა გამსახურდიას მოწინააღმდეგეთათვის და განსაკუთრებით კი ჯაბა იოსელიანისათვის საუკეთესო არგუმენტად მისი ცნობილი მონანიება. ზუსტად გამსახურდიამ კი კიდევ ერთხელ გაიხსენა ჯაბა იოსელიანის პირადი საქმე. ეროვნულ ლიდერს ტიპიური საბჭოთა მოვლენის, კანონიერი ქურდის ასეთი აღიარება ეროვნული იდეალების დამახინჯებად მიაჩნია. აი ეს ქურდული სამართალი ისეთივე ძალის მქონე თვისებებს შეიცავს გარკვეული განსაკუთრებით მომწიფებელი ახალგაზრდობის კონსოლიდაციისთვის, როგორც საზოგადოებრივი იდეალები. აი ამ თვალსაზრისით მაგალითად ჯაბა იოსელიანმა შეძლო ის, რომ ქურდობის მენტალიტეტი და ქურდის მენტალიტეტი და ქურდი გაიგივა დისიდენტის სახესთან და თავის რომანებში და თავისი პიროვნებითაც ის ცდილობდა პრეზენტირებული, ანუ წარმოჩენილი ყოფილიყო როგორც არა მხოლოდ ქურდი, არამედ ქურდი დისიდენტი, რომ მისი ქურდობა იყო სოციალური პროტესტის, საბჭოთა რეალობისადმი შეურიგებლობის და ამბოხის გამოხატულება. აი ასეთი გულუბრყვილო იდეოლოგია ჩამოაყალიბა მან და ყველაზე ტრაგიკული გახლავთ ის, რომ საზოგადოება სადაც დაიწყო ამ იდეოლოგიის დათესვა, ძალიან ნუყიერი ნიადაგი აღმოჩნდა ამის მისაღებად.
ეხლა ჩვენც კიდე ძალიან ისეთი გავხდით რა, ვითომ მოსუფთავე კოპციები და ბოლო არსენა ყაჩაღის ყაჩაღი იყო, კაკო ყაჩაღის ყაჩაღი იყო, სტენკა რაზინის ყაჩაღი იყო, პუგაჩოვის და რობინ გუდის ყაჩაღი იყო, ესე იგი და ამიტომ ესე იგი ისტორია შემდეგ ამას ყველაფერს ალაგებს, ესე იგი რომელი იყო პროგრესული, რომელი იყო რეაქციული, რა შეცდომები ხდებოდა ამ მოძრაობაში და ასე შემდეგ. რევოლუციური აღტკინების ჟამს ასეთ წვრილმანებზე ახალგაზრდები ფიქრით თავს არ იტკივებენ. თბილისში ძალიან მალე ვრცელდება ხმები ჯაბას ბიჭების შეკრებების შესახებ. შეკრებები შავნაბადაზე სულ უფრო და უფრო მეტ ადამიანს იზიდავს. ისევე როგორც იოსელიანის პორტრეტში მის ორგანიზაციაშიც ერთად იყრიან თავს აბსოლუტურად განსხვავებული საზოგადოებრივი ფენის, ხასიათისა და მისწრაფებების ადამიანები. ადგილს აქ ყველა პოულობს. დისციპლინაზე შეყვარებული სპორტსმენი თამას ფანჩულიძე მეტსახელად წესრიგა იოსელიანის პირადი დაცვის უფროსი ხდება. იოსელიანის მუდმივი თანამგზავრები არიან უბრალო უბნის ბიჭები, ზაზა ვეფხვაძე და მისი ბავშვობის მეგობარი გია სვანაძე. ხატვარი და ბიზნესმენის გიგა არველაძის გარეშე კი არც ერთი სერიოზული საქმიანი ქაღალდი არ იქმნება. მალე წევრიანდება ორგანიზაციაში კიდევ ორი მოქმედი პირი, რომელთა გარეშეც მომავალი წარმოდგენის მთავარი აქტი ვერ გათამაშდება. დოდო გუგეშაშვილი და თემურ ხაჩიშვილი. პიესის ექსპოზიცია მზად არის. ჯაბას ბიჭები თავს ეროვნულ სამხედრო ძალად მიიჩნევენ. ყოველდღიურად ვარჯიშობენ. სპორტულ დარბაზებსა და ყოფილ კომკავშირულ ტირში. ყოველივე ამას ეჭვის თვალით უყურებენ გამსახურდიას მომხრეები. მათ ეჭვს ამძაფრებს იოსელიანის მეგობრობა მაშინ საკმაოდ კარგად ცნობილ კომუნისტ საქმოსან გურამ მგელაძესთან. მგელაძე შევარდნაძის მეგობარიცაა. არიან ადამიანები, ვინც ამაში ხედავს იოსელიანის და მისი ბიჭების ანგაჟირების მიზეზს. გეტყვით იმას, რაც მე ვიცი, რომ საერთოდ მხედრიონის შექმნის იდეა გაჩნდა, იმიტომ რომ დაებალანსებინათ ძვიად გამსახურდი. და იყო გითხარით ეს ზუსტად ეს წრეები, ფიქრობდნენ იმას, რომ შეექმნათ რაღაცა სერიოზული ძალა, რომელიც ამას აღუდგებოდა წინ. ეს ხდებოდა 90 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებამდე პერმანენტული მცდელობა იყო ამისი, რომ აი როგორმე ესე იგი, რომ ეს სრულიად ნათელი იყო, რომ ძალიან ესეთი აი საერთო სახალხო მხარდაჭერით სარგებლობდა. ეხლა რატო იყო ეს? ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ეს იყო ფაქტი. დადის ხმები, რომ მხედრიონის უკან გურამ გელაძის ფული დგას. თავად მხედრიონელთა მტკიცებით ისინი შორს არიან პოლიტიკისაგან და არაპირებენ ამ თამაშში ჩაბმას. თუმცა მათი ლიდერის ქმედებები უკვე საკმაოდ პოლიტიზირებულია. საქმე იქამდეც მიდის, რომ კანონიერი ქურდი გენერალურ პროკურორთან ვახტანგ რაზმაძესთან, ახალგაზრდა დისიდენტებთან, წერეთელთა და ჭანტურიასთან და წითელ საქმოსან გურამ გელაძესთან ერთად მაშინდელი ცეკას პირველი მდივნის გუმბარიძის წინააღმდეგ შეთქმულებას გეგმავს. თუმცა ეს მრავალსვლიანი შეთქმულება, როგორც თავად იოსელიანი მოგვიანებით აღნიშნავს, სინამდვილეში ზვიად გამსახურდიას მოსაშორებლად არის მიმართული. ამ შეთქმულების შესახებ ბუნებრივია ინფორმაციამ გაჟონა. გამსახურდიას გარემოცვისათვის იოსელიანის აგენტობის საუკეთესო დამამტკიცებელ საბუთად იქცა ისიც, რომ ჯაბა მგელაძის საშუალებით შევარდნაძესთან თანამშრომლობას ცდილობდა. იმაზე, რომ ეს უკანასკნელი მალე რუსეთში არავის დასჭირდებოდა და ამიტომ სამშობლოში გარანტირებული ადგილის დაკავებას ცდილობდა, მაშინ არავინ ფიქრობდა. თვალიადევნეთ სასამართლოს ხდომის მსვლელობას. საქმე ირჩევა აბაშვილი მიხეილისა. ჭეშმარიტ დედას გამოარკვევს სულ პატარა წრე, სახელგანთქმული, კავკასიური ცარცისრე. ძნელია იმის თქმა, იცოდა თუ არა გამსახურდიამ არ შემდგარი შეთქმულების შესახებ, როდესაც ჯაბა იოსელიანს საბჭოთა უშიშროების აგენტად ნათლავდა. მაგრამ ის კი ფაქტია, რომ ადამიანი, რომელიც ხალხის უზარმაზარ მასას მართავდა, სულ მალე საკუთარი ეჭვების ტყვედ იქცა. მოვლენათა დრამატურგიაში უკვე ბევრი რამ მისი სურვილის საწინააღმდეგოდ ვითარდება. ქართულ სანახაობას სულ მალე ახალი რეჟისორიც გამოუჩნდა, რომელიც რუსთაველის გამზირისათვის საშინელ დეკორაციებს ამზადებს. აი მაშინ უკვე აშკარად გამოჩნდა, რომ
მხედრიონი იყო ის ორგანიზაცია, რომელიც შექმნეს საპირწონედ ყველაფერი ამისა. იმ ადამიანებმა, რომლებმაც განჭვრიტეს ეს ყველაფერი, რასაკვირველია ზურგი შეაქციეს მხედრიონს და ასეთები იყვნენ, ახლა ბევრი არა ალბათ, მაგრამ იყვნენ ასეთებიც. მაგრამ დარჩნენ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც არ იყვნენ უპატრიოსნები, მაგრამ მათ არ ქონდათ, ახლა ახალგაზრდები იყვნენ და ალბათ ვერც მოვთხოვთ, არ ქონდათ ანალიზის, ღრმა ანალიზის, ისეთი ღრმა ანალიზის უნარი და ვერც მოვთხოვთ ალბათ ამას. და ისინი დარჩნენ კვლავ ამ ორგანიზაციაში და დარჩნენ თქვა იგივე სულისკვეთებით, რომ ემსახურონ თავის ქვეყანას. ჩვენ აი 200 წლის მანძილზე არა ყოლია ჩვენ საკუთარი ჯარი. აი დღეს ჩვენ შევიღებთ, რომ რაღაც ამდაგვარი ჩაუყაროთ ამ ასეთ რაღაცას საფუძველი. რომ ჩვენში აღდგეს ეს ჩვენი მხედრული სული ქართველებში, რომელიც დიდი ხანია დაიკარგა და ეს ჩვენი გენი რაღაც გვაწუხებს და მეგონი აი ამისათვის ჩვენ შეკრებილი ვართ. ის პერიოდი იყო, რომ რაღაცა ორგანიზაციის სახე მივეცით, სხვათა შორის მედალიონი სულ წერეთელმა გაგვიკეთა. პირველად ჩამოვიდა 100 ცალი მედალიონი. ოღონდ ასივე არ დარიგებულა 50 მედალიონი დარიგდა. დამსახურებების მიხედვით უნდა ყოფილიყო, ამას არ ქონდა ის, რომ დავუშვათ პირველი დღიდან მხედრიონში ვარ და ეს უკვე დაგვერქვა მხედრიონი, ეს ჯაბას იდეა იყო, რომ მხედრიონი უფრო არა ორგანიზაცია, არამედ უფრო სულია ქართველ ადამიანში კაიხნის ჩამკვდარი რა, რომელმაც გაიღვიძა რა. მამულო ჩემო, ვიცავ მე, ჩავდგე საქართველოს მხედრიონის რიგებში. აღვასრულო მცირე თუ დიდი დავალებანი მისი. რათა შეჭურვილ ვიქნებ ხირულთა და უხილავთა მტერთა ზედა. ფიცავ. მამისა და დაზისა და სასულიერო და მინისა და ამინ. მოხდა თამაში რაღაც ახალგაზრდობის აი ამ ენერგიაზე, იცი, რომელიც აი თუნდაც აი ამ ჯარს მონატრებულ, სამხედრო რაღაცა დიდებას მონატრებულ და აი ამ რომანტიკას მონატრებულ ახალგაზრდობის აი ამ ინსტინქტზე მოხდა, ასე ვთქვათ, გათვლა და თამაში და რასაკვირველია ძალიან ცუდად იქნა ეს გამოყენებული. ან ყველაზე ისეთ რბილად რო ვთქვათ, უჭკუოდ იქნა ეს ყველაფერი გამოყენებული. უჭკუოდ გამოყენებული ენერგია უმართავი გახდება. ამის პირველი ნიშნები თბილისში უკვე ჩანს. საკუთარი ბედის ბატონ პატრონობის შეგრძნებისაგან გადაღლილი ახალგაზრდობა პრობლემებს და ურთიერთობებს მარტივად აგვარებს. უბნებში ხმაურიანი საქმის გარჩევები გახშირდა. მხედრიონის ფიცის მიღებამდე ცოტა ხნით ადრე პირველმა სერიოზულმა დაპირისპირებამ თავი მათ რიგებში წიჩინა. გამოცდილი თანამებრძოლები, ძმები მანაგაძეები გამსახურდიას მხარეს გადავიდნენ და ორგანიზაცია თეთრი გიორგი შექმნეს. ამას მოყვა პირველი სერიოზული შეიარაღებული კონფლიქტი იმელის შენობაში. ოცი კვადრატული მეტრი იქნებოდა, ეს არის იმელის გვერდითა და გლავპაჩტანტის აი ამ პატარა მონაკვეთზე რა. დაახლოებით 15 კაცი ვესწროდით 15 კაცს, 30 კაცი, 30 იარაღი ისრო და ერთი კაცი არ დაჭრილა რა. აი მერთმა გადაგვარჩინა იქ რო ვიღაცა მოვყარიყო, მაგას ალბათ ვერავინ ვერ ვაპატიებდით რა ჩვენ თავს, იმიტომ რომ მაინც სიყვარული იმ ადამიანების მიმართ, იმ ბიჭების მიმართ რაც აგვაჩნდა რა. სამწუხაროდ მეორე შეტაკების დროს მაჩაბლის ქუჩაზე სასწაული აღარ განმეორებულა.
მსხვერპლი ორივე მხარეს იყო. თეთრი გიორგის მხრიდან დაიღუპა ავთომანაკაძე. მაშინ დაღუპულის ძმა და ჯაბა იოსელიანი ერთმანეთს შუამავლების საშუალებით დაუკავშირდნენ და ერთად მიუსამძიმრეს დაღუპულთა ოჯახებს. ეს კეთილი ნების ჟესტი დიდი ხნის მანძილზე დარჩება უკანასკნელ შერიგებად ხედრიონელთა და გამსახურდიას მომხრეთა შორის. ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი, რაც ზვიად გამსახურდიამ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გადადგა, იყო მარშვალთა კორპუსის კანონგარეშე გამოცხადება. დაიწყო მხედრიონელთა დევნა მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე. ორგანიზაციის წევრთა ნებისმიერ სისუსტეს თან აუცილებლად ახლდა მაშინდელი მთავრობის სტანდარტული ბრალდება. მათ ისევე როგორც მრგვალი მაგიდის ყველა ოპონენტს ერთი ხელის მოსმით ნათლავდნენ არც მეტი არც ნაკლები კრემლის აგენტებად. მე მგონი ეს სათქმელიც არის რა. აქ არ არის ხო დღეს არ არის ჩვენთან. ჩვენი მეგობარია არველაძე გიგა. ქორწილი იყო ქორწილი მისი. აი ცხინვალში ვამბები იყო ქორწილი იყო მეატოვა ქორწილი და კაი სიძეს ეძებენ და სიძე ქვია ხო უძახით ჩვენ სიძეს ბიოციდის რა გზებეთ სახედა. და ცხინვალში დავიდა და იქ დაიჭრა იქ. და აი ესეთ კაცს შეგო თავის ქორწილი მიატოვა შენამდე ზიხარდა იმ ტელევიზორს უყურებდა იქ რაღაც მაღალი პოლიტიკაზე საუბრობდა ეს ბიჭი წამოვიდა მიატოვა თავის ესე ყველაზე ცხოვრებაში დასაბახსოვრებელი დღე წამოვიდა და შენ მოეკლათ დაჭერეს აი ამ კაცს მერე შენ სუკის აგენტად აცხადებ აი შენ აი ის ბიჭი როგორ შემახედავს ის ხედრიონის კიდევ ერთი ეპითეტი, რომელიც პერმანენტული გახდა იყო, კრიმინალური ანუ კანონსაწინააღმდეგო, დანაშაულებრივი. აღიძრა უამრავი სისხლის სამართლის საქმე. ეს მეტად კონკრეტული ცნება, კრიმინალი მაშინდელ საქართველოში აბსურდულად კარგავს ერთმნიშვნელობას. მაგალითად, ის რაც გამსახურდიას მთავრობამ სახელმწიფო ქონების დაწაცებად ჩათვალა, ხედრიონელებისათვის საბჭოთა იმპერიის ქონების კონფისკაცია იყო. კომუნისტების დროიდან რაღაცნაირად შავნაბადაზე პატრონაჟი ავიღეთ ჩვენ რა. აი ხო გეუბნებით. თვითონ იქ ტერიტორიაზე გასროლაზეც კი იჯდებს სპეციალური იქ ტირი თავისი ფუნქციით დანიშნულებით ტირად იყო აშენებული, ტირი იყო, ესეთი ბეტონის დიდი კატაკომბა იყო, სადაც ვარჯიშობდით სროლაში. ყოველ საღამოთ იქ ბარი იყო ერთ-ერთ სასტუმროში. ნუ აი ხო გეუბნებით მორიგეები ყავდა, რომლებიც ხვეტავდნენ, ალაგებდნენ, საჭმელს ამზადებდნენ, ჭურჭელს რეცხავდნენ. თვითონი გოგოები ეტაჟნიცებიც კი მუშაობდნენ. ის გოგოები ცოცხლები ერთ-ერთი ჟურნალისტი გახდა და შეგიძლიათ შეეკითხოთ, აი რანაირი მოწესრიგებულები ვიყავით და რანაირი სისუფთავე. არანაირი ორგიები და არანაირი ქალების აყვანები და ეგეთი რაღაცა გამორიცხული იყო რა. იქ იყო ჯგუფი, რომელიც მორიგეობდა, რომელიც იყო მობილური, მანქანა, იარაღი, ყველაფერი თავის ადგილას და რამოდენიმე წუთში უკვე შეგვეძლო, რომ ერთი 100 კაციანი ჯგუფი შეგვეკრიბა რა. ქვეყანა, რომლის სახელმწიფოებრიობა და კანონმდებლობა ჯერ მხოლოდ ჩანასახში გახლდათ, ერთი და იგივე ქმედებებს ხან სამშობლოსათვის ბრძოლად, ხან კი დანაშაულად ნათლავდა. რომელ კანონს უნდა დამორჩილებოდა შეიარაღებული მხედრიონელი, რომ იგი რომელიმე სხვა ხელისუფლების მომხრეს კრიმინალად არ მოენათლა. პასუხი ადვილი გასაცემი არ იყო და ამიტომ ისინი მხოლოდ საკუთარ კანონებს ცნობდნენ. მაშინ ქვეყანა იმართებოდა რაზბორკებზე. არანაირი ინსტიტუტები, რომლებსაც ხელეწიფებათ ქვეყნის მართვა არ არსებობდა. სამწუხაროდ, ამიტომ ყველა საქმე ამ დონეზე ხდებოდა. ხალხი, რომელსაც მილიცია ვეღარ იცავს, არჩევს თავი ამ კანონებს შეაფაროს. პატარ-პატარა სადაო საკითხებს სასამართლოს ნაცვლად მხედრიონელთა საბჭოები აგვარებენ. მაგრამ ეს ტიპიური ქალაქური საქმის გარჩევები თავის ეფექტურობას მაშინ კარგავს, როცა საქმე ჩამოსულებს ეხებათ. ეროვნულმა და პატრიოტულმა მოტივებმა საკუთარ დედაქალაქში ყველა კუთხიდან მოუყარა თავი ადამიანებს, რომელთაც არც ქურდების ესმით და არც პროფესორების. ნუ თბილისი იყო მე ვერ გეტყვით რა თავმოყარე ადამიანს გაუჭირდებოდა მაშინ თბილისში ჯერ რუსთაველაძე მე ატარბეგოვის ქუჩაზე ცხოვრობდი რუსთაველაძე გოგოს ერთად ვერ გაივლიდი რა ასე გაიღვიძა ქართველ ერში ოდითგან არსებულმა სენმა ერთმანეთის გაუტანლობა რაც მე-20 საუკუნის ბოლოს საქართველოში სამწუხაროდ სოფლისა და ქალაქის ინტელიგენციისა და ხალხის დაპირისპირებად იქცა
ამ საქმეს ისეთი არასასიამოვნო სუნი ასდიოდა, რომ უკვე აშკარად არაფერი ჰქონდა საერთო ეროვნულთან და ამაღლებულთან. ქართველები ისტორიული გამოცდილებიდან ისევ ვერაფერს სწავლობენ. თუ ჩვენ გავიაზრებთ საქართველოს ისტორიის უფრო რთულ გლობალურ კონტექსტს, მე მაგონებს ამირანის მითს. ამირანის მითში საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლების წინააღმდეგ იბრძვიან მჭედლები. მჭედლები წარმოადგენენ პრივილეგირებულ სოციალურ ფენას. აი მათ ხელს არ აძლევს ამირანის თავისუფლება. და ირონია არის იმაში, რომ მხედრიონერებს მოუხდათ არა მჭედლების როლის თამაში საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, არამედ მჭედლების დავალების შესრულება, ბრმაიარაღის როლში ყოფნა ამ მჭედლების ხელში. და ამიტომ ისინი არიან უდანაშაულო დამნაშავეები, თუ შეიძლება ასე ითქვას, რადგან მათ გაცნობიერებული არ აქონდათ ეს ამბავი. ერი, რომელიც საუკუნეების მანძილზე ელოდა სახელმწიფოებრიობის აღდგენას, საკუთარი ოცნების აღსასრულებლად მომზადებელი აღმოჩნდა. ქვეყანა, სადაც ყველა ერთმანეთის ბიძაშვილი თუ არა, მამიდაშვილის ბიძაშვილი მაინც არის ნელ-ნელა ათასნაირი მრწამსის, შეურიგებელი მტრების ბანაკებად დაიყოფა. უკვე დაიწყო პრინციპში სამართლიანად. რაღაც დიფერენცირება დაიწყო ხალხის. რა ეს სმანია, ეს მეგრელი, პრივილეგირებული კუთხის ადამიანები, მეგრელი აუცილებლად პრივილეგირებული იყო. სვანი აუცილებლად პრივილეგირებული იყო. კახელი იჩაგრებოდა, ქართველიც იჩაგრებოდა. ნუ გურულები საერთოდ არ ჩანდნენ სცენაზე. აშკარა იყო, რომ საზოგადოებაში ასევე ელვის სისწრაფით მიმდინარე პროცესები მალე გამოიღებდა თავის შედეგს. ინტელიგენციის დიდი ნაწილი ღიად გამოხატავდა უკმაყოფილებას არსებული ხელისუფლების მიმართ. ძნელი წარმოსადგენი არ იყო, ვისთვის აღმოჩნდებოდა ეს შედეგი სავალალ. დანარჩენი ეროვნული მოძრაობისაგან გარიყული ზვიად გამსახურდია შეცდომაზე უშვებს. ახლად შექმნილ სახელმწიფოში უკვე უამრავი პოლიტპატიმარია. სახელმწიფო საკითხების გადასაწყვეტად კვლავ ქუჩას ირჩევენ და ოპოზიციისა და ხელისუფლების მომხრეები ნაირ-ნაირ საკითხებზე იმიცებიან. კაბინეტში თანამდებობის ტყვეობაში მოქცეული ეროვნული ლიდერი, რომელიც თავად მართავდა ბრბოს, აღტკინებული ხალხისა და გარემოცვის ხელში უღონო მარიონეტად იქცა. ეჭვება მას თავისუფალი არჩევანის ნება წაართვეს და აღარ ძალუძს ოპოზიციასთან ურთიერთობების დარეგულირება. მისი უკმაყოფილებას მხედრიონის შიმშილობის დაწყებით გამოხატავს, სადაც მოითხოვს ხელისუფლებისაგან გარკვეულ კომპრომისებზე წასვლას, მაგალითად პრესისა და სიტყვის თავისუფლებას. მერვე დღეს ხელისუფლება მოშიმშილეებთან მოლაპარაკებებს იწყებს და საკუთარი პოზიციის გადახედვას პირდება. შიმშილობა შეწყდა. ჩვენ უპირველეს ყოვლისა ყველა მტერთან ერთად კიდე ერთი მტერი ვყავდა ჩვენი თავი. ჩვენ იმასაც მოვერიეთ. და ჩვენ ახლა დღეს გამარჯვებულები ვართ და მოგილოცავთ სულ ყველას და გეხვევით კოცლით თქვენი мама, თქვენი ძმა, თქვენი ყველა მეგობარი. ხელისუფლების პირველი კომპრომისი ჯაბა იოსელიანის სახელმწიფო ტელევიზიით გამოჩენა იყო. ვიცოდეთ ერთი რამე და იმან თვითონ კარგად იცის. ჩვენ იმას ჩვენ ისე იგივე მხედრიონი, იგივე ეს ჩვენ ყველა ისე დიქტატურია და თუ რაღაცა ეს წინააღმდეგი ვიქნებით სულ ყველა. ვინც არ უნდა მოვიდეს, მამაზე ციერი ღმერთი რომ ჩამოვიდეს წინააღმდეგი ვიქნებით ჩვენ დიქტატურის. მაგრამ ოპოზიციისათვის ძალიან მალე ნათელი ხდება, რომ მთავრობა კურსის შეცვლას არ აპირებს. იდილის ილუზია რამდენიმე დღეში ქრება. 91-ის 18 თებერვალს ჯაბა იოსელიანს ატყობინებენ, რომ შავნაბადას საბჭოთა ჯარი დაესხა თავს. იქ მყოფ მხედრიონელებს რუსები აპატიმრებენ. შემდეგ კი გამსახურდიას ხელისუფლებას გადასცემენ. ახლა უკვე იოსელიანის ჯერია მოწინააღმდეგეს კრემლთან კავშირში დასდოს ბრალი. იქნება მოიყვანოთ ჩვენზე მაინც ჩვენი უზენაესი საბჭო. იქნება მაინც უთხრათ რომ მაინც გითხრან მაშინ. ნუ ვაღატყობენ. მაშინ გითხრან ცითხან ხო დაგვანებეთ თავი. ჩვენ ვართ მოსკოვთან მოლაპარაკებული და ჩვენი საქმე. შავნაბადის დარბევის შემდეგ 2 დღეში თავად ნათლი მამასაც აპატიმრებენ. ჩვენ დადებული გვაქვს ვიცი რომ ემსახუროთ სამშობლოს რა და ქართული კაცის სისხლი არ დაიღურება ჩვენი ხელით, მაშინ თქვა ჯაბა.
ვისაც შეგიძლიათ გაქცევა, გაიქცეთ, ვინც ვერ გაიქცევა, წავედით ციხეებშიო რა. ნუ ეს საღამოთის სახში ათარბეგობზე მივედი, ხამე მადგება ზეიგიძე. ახლა კიდე აქედან ბევრი აგინებს, ბევრი ლანწოს. კაცმა მომიტანა ჩემი მედალიონი და ჩემი იარაღი და მითხრა რომ გიგა აქედან უნდა წახვიდე, იმიტომ რომ ყველას დაგიჭერენ. და ღამე სატვირთო იმით ვაგონით ბაქომდე ჩავედი და იქიდან გადავფრინდი მოსკოვში. ჯაბა დაიჭირეს. მესამე თუ მეოთხე დღეს თავის მეგობრის სახში იმალებოდა და წავიდა მხედრიანი ციხეში. 20 წლიანი შესვენების შემდეგ იოსელიანი მშობლიურ გარემოში ბრუნდება. საკნის მყუდროებაში იგი თავის წიგნზე ლიმონათის ქვეყანაზე იწყებს მუშაობას. მხედრიონელების გარეთ დარჩენილი ნაწილი კვლავ იფიცება. პატიმარ იოსელიანს კი ციხიდან თავის დასაღწევად ადვოკატის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას ურჩევს. იმ მიზეზით, რომ პრეზიდენტობის კანდიდატს იმუნიტეტი იცავს. ამას გამსახურდია კანონმდებლობის შეცვლით პასუხობს. ცვლილებების თანახმად პატიმარს უფლება არ აქვს საკუთარი კანდიდატურა წამოაყენოს. ამის შემდეგ შიმშილობას თავად ჯაბა იწყებს. მისი სიცოცხლე უკვე საფრთხეშია, როცა იოსელიანის მოსანახულებლად კგბ-ს იზოლატორში კათოლიკოს პატრიარქი მიდის. როცა უთხარი ბატონ ჯაბას რომ თქვენ უნდა შეწყვიტოთ შიმშილი, იმიტომ რომ თქვენ კიდევ ბევრი საქმე გაქვთ გასაკეთებული. მან მიპასუხა, რომ ჩემი შიმშილის შესახებ იცის ყველა და რას იწვის ხალხი, რომ მე რომ შიმშილი შევწყვეტო. და მე ვუთხარი, ხალხი იტყვის იმას, რომ ჯაბამ დაუჯერა საქართველოს პატრიარქს. ჯაბა იოსელიანი შიმშილობას წყვეტს. წინააღმდეგობის გაწევის აუცილებლობა უკვე აღარც არის. ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის დაპირისპირება აპოგეას აღწევს. რგვალი მაგიდაც უკვე შიგნიდან იშლება. გამსახურდია გააუქმა თავდაცვის სამინისტრო და გვარდია გადაიყვანა როგორც შინაგანი ჯარები და დაუქვემდებარა ხაბულიას. კიტოვანი შეაწუხა თავისმა ამბიციებმა და გავიდა რკონში თავის 15000 გვარდიელით, როგორც მაშინ იძახიან. მე მაშინ ჩამოსული ვიყავი სხვა გვარით თბილისში, ჩავედი რკონში, ნახე კიტოვანი და უთხარი რომ აი ვინც ვართ გარეთ დარჩენილები, ისინი გვერდში დაგიდგებით, ოღონდ ერთი პირობა გვაქვს რა. ჯაბა უნდა გაგვანთავისუფლებინოთ რა. ამ ხნის განმავლობაში რამოდენიმეჯერ მქონდა მცდელობა ჯაბას გაქცევა, უკვე გეგმაც მქონდა შემუშავებული. მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო. დედაქალაქის სამოქალაქო ომის ალყაში გაეხლა. იოსელიანი გაქცევაზე აღარ თანხმდება და ელოდება ბედი თავადრონის გამოიყვანს სცენაზე. წიგნის დასრულებას თითქმის აღარაფერი აკლია, როცა 91 წლის 28 დეკემბერს უშიშროების იზოლატორს ცეცხლი უჩნდება. ბადრაგიცა და პატიმრებიც ერთად გარბიან ციხიდან. თავისუფლებაში დაბრუნებული ნათლი მამას ირგვლივ მაშინვე მოგროვდა 700 კაცი, რომლის საშუალებითაც გამსახურდიას მთავრობის დამხობა მოხერხდა. ამ ორგანიზაციის უმრავლესობა, წევრების უმრავლესობა იყვნენ ისტორიის არაცნობიერი აქტიორები. მათ არ იცოდნენ ის როლი და მისია, რომლის შესრულებაც მას დააკისრეს. აი ასეთ აქტიორებს, მოქმედ პირებს ისტორიაში ეწოდებათ არაცნობიერი აქტიორები.
ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც არ იციან მათ მიერ შესრულებულ მოქმედებას, რა შედეგი მოყვება მოვლენათა საერთო განვითარებაში. ქვეყანაში სასწრაფოდ იქმნება სამხედრო საბჭო. ცნობილი ქურდის, უცნობი სკულპტორისა და მეცნიერი მეტალურგისაგან შემდგარი ტრიუმვირატი ხელისუფლებაში მოდის. მხედრიონელები ავტომატურად ხდებიან ქვეყანაში სიტუაციის ბატონ-პატრონები. ერთადერთი რეგიონი, რომელიც მათი გავლენის ქვეშ არ ექცევა, აჭარაა. მისი მეთაური ასლან აბაშიძე სხვებზე გამჭრიახი აღმოჩნდა და ხელშეუხებლობის საფასურად იოსელიანის ხალხის იარაღით მომარაგება ითავა. მხედრიონს ფრთები ეშლება. გამარჯვებით თავბრუდახვეული ბიჭები ქვეყნის მტრებს, ანუ ზვიადისტებს ზურგშიც მისდევენ. სამოქალაქო ომი თუ სადამსჯელო ექსპედიცია სამეგრელოში გადადის. მოსახლეობას დღე-გამოშვებით ხან ჯაბას, ხან კი გამსახურდიას მომხრე მშიერი ბიჭების გამოკვება უხდება. იარაღიანი კაცის ხატი თანდათან კარგავს რომანტიულ შეფერილობას. მხედრიონი იძენს ყაჩაღური ბანდის სახელს იმ ადამიანებშიც კი, ვინც ექს-პრეზიდენტის მომხრეებად ნამდვილად არ თვლიან თავს. მხედრიონელთა მედალიონი თავის ახალ ბნელ მხარესაც სწორედ ამ დროს წარმოაჩენს. ხოლო გამდიდრების მსურველები ღამის საშოვაზე რკინის მარეთიანის გარეშე არ გადიან. ლენინის თავიანი მონეტა ღამის ბინდგუნდში ძალიან ჰგავს მხედრიონელთა საამაყო სიმბოლოს. მისი ბრწყინვალება განსაკუთრებულად ეფექტურია სამეგრელოში, სადაც ყოველი მეტნაკლებად შეძლებული და პატივცემული ოჯახი ექს-პრეზიდენტის აქტიური მხარდამჭერია. ყველაფერი ამის პასუხად ჯაბა იოსელიანი სატელევიზიო ინტერვიუში აცხადებს, რომ კონკრეტული დამნაშავეები ისჯებიან. ჩვენ ისინი გავყარეთ და ძალიან სასტიკად დავსაჯეთ და ამის შესახებ იცის ფართო საზოგადოებამ, მაგრამ ჩვენ ამას აფიშირებას არ უკეთებთ, იმიტომ რომ აფიშირებას არ უკეთებთ, იმიტომ რომ ეს პრინციპი ჩვენი ვითომ ეს ვითომ ჩვენ თავს ვიმართლებთ ვიღაცის წინაშე არ გვინდა. მაგრამ გამოცანა რჩება, ვინ და როგორ სჯის ორგანიზაციის წევრებს, რომელიც თავად არის კანონიც, ხელისუფლებაც, ქურდიც და პოლიციელიც. დანაშაულის დასჯა კაცებში საერთოდ მოკლედ და კონკრეტულად ხდება რა. ან გალახავ, ან დაჭრი. ეს მეორე მომხდარა. არავის არ უნდა ცუდი მithumetes მის გვერდზე რო იდგეს. მაგრამ ვეძებდით თქო მაგაც ახლა ყველა ოჯახში მხედრიონელი იყო საქართველოში. მე მგონი თქვენც კარგად გახსოვთ რა. მე ოჯახი არ მეგულება, სადაც მხედრიონელი არ იყო. ისაც არ გამოუყენებია ეს სახელი. რაიმეში მაინც. ასეთ ადამიანი საყაჩაღოდ როცა მეტის ის თავის სახელზე გარტოვებს. მსგავსი სადამსჯელო ოპერაციები დაუსჯელობის სიმდრომს უფრო ამტკიცებს. ამის ნაყოფს ძალიან მალე მოიმკის არა მარტო მხედრიონი. ქართულ სინამდვილეში დიდხანს იშლება ყველა ავტორიტეტი გარდა ძალისა. ბუნებით ანარქისტი ჯაბა იოსელიანი ხვდება, რომ საკუთარი ბუნების წინააღმდეგ ვერ წავა. ვერასოდეს გახდება კანონის მორჩილების მქადაგებელ მოსამართლედ. ქვეყანაში წესრიგი ვიღაცა სხვამ უნდა დაამყაროს. ვინმემ, ვისაც ამისი გამოცდილება აქვს. თავად კი მხოლოდ ლიბერალურ იდეებს ქადაგებს და ცდილობს სიტყვით მაინც არ უღალატოს თავის ახალ დემოკრატიის მაშენებლის ამპლუას. Our Jangiris Burjaneva Masamartet Nishnam Inmeazat As Ramalmas Venikaknisakis Metad Nishnavan Pirovnevas Sitsot Nasheunarchuna ტრაგედიის ჟანრის სუფთა ნიმუშებში გმირი საკუთარ მკვლელს თავად ეძებს და ყოველთვის პოულობს. ჯაბა იოსელიანი, რომელიც მთელი ცხოვრება საბჭოთა პარტიული ჩინოვნიკებისა და მილიციის დაუძინებელი მტერი იყო, უეცად შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ცეკას ყოფილი პირველი მდივნისა და გარდაქმნილი დემოკრატის საქართველოში ჩამოყვანის ინიციატორი ხდება. თვითონ იდეა ჩემი ჩამოსვლისა ჯაბადან იწყება. კიდეც მომიყვა ერთხელ რომ გობლეთში ვისვენებდიო.
თვალწე მასთან ერთად ისვენებდა იქ ხაჩიშვილი რო არის თემო ხაჩიშვილი და ლაპარაკობდნენ ეშველება ამ ქვეყანას ყოველდღე უარესდება სრული ანარქია და ჯაბამ თქვა რომ მაშინ ამან მითხრა ხაჩიშვილმა რომ არაფერი არ ეშველება თუ შევარდნაძეს არ ჩამოიყვანთო ჯერ კიდევ არავინ იცის რას მოიმოქმედებს განდევნილი პრეზიდენტი რომ მას უკვე ექს-პრეზიდენტად მოიხსენიებენ ჯაბა იოსელიანი ტელევიზიის საშუალებით ცდილობს განუმარტოს საზოგადოებას რომ ყველაფერი შედარებითია ისეთი ცნებაც კი როგორიცაა კანონიერება და უკანონობა კანონიერი მთავრობა მაშინ არის კანონიერი, როდესაც იგი კანონებით მოქმედებს. როგორც კი კანონიერი მთავრობა დაარღვევს კანონს, ის უკვე არაკანონიერი მთავრობა. საზოგადოება ამას რა თქმა უნდა ეთანხმება და ერთ თვეში უკვე მზად არის ხელისუფლად მიიღოს ნებისმიერი ჩინოვნიკი, ვისაც არაფერი აქვს საერთო არც ერთი დროის იატაკქვეშა იდეალებთან. შევარდნაძის რეიტინგის ზრდასთან ერთად იბადება ოცნება სტაბილიზაციაზე. ძველი საერთო მეგობრის მგელაძის რჩევითა და შუამდგომლობით ქართული დემოკრატიის ნათლი მამა თავის თავზე იღებს ამხანაგ დემოკრატთან მოლაპარაკებას. მე დაახლოებით 1-3 თვე მინდანოდა ეს ტელეფონებით საუბარი. ხან ღამით დამერეკავდა, ხან დილით დამერეკავდა, ხან მე თვითონ მე რო შევეჩვეთ ერთმანეთს მე ურეკავდი. პირადად მე არ ვიცნობდი მას. არ ქონდა ურთიერთობა, რომ ჩაბასწრე ახალგაზრდობაში სხვა წრე იყო. და მე ერთი სოფლიდან ჩამოსული ბუტკუნაბეჭი ვიყავი და ხო, იმ წრესთან არ ვიყავი ახლოს. ეგრეთ წოდებული სტაბილურობის გარანტი საქართველოში მოფრინავს და თან საერთაშორისო ავტორიტეტი მოაქვს. გზად მისი თანხლების პატივი წილად სწორედ ჯაბას ბიჭებს ხვდათ. შევარდნაძე შინ ისე ბრუნდება თითქოს გაუვალ ტყეში მოდიოდეს. არავინ იცის როგორ დახვდებიან გუშინდელი მტრები, ქვეშემდგომები თუ მომხრეები. ნომერ პირველი საქართველოში ყოველგვარი რეგალიების გარეშე ჩამოდის. თვითონავში სახეებს ვიმახსოვრებდი, ვინ არიან მეთქი. და მე ამ ხედვიანებს ხვდებოდი ზოგს აქ, ზოგს აფხაზეთის ომში და სხვა. მე ვცნობდი, რომ ეს ბიჭები იყვნენ, რომლებიც მე მაცილებდნენ მოსკოვიდან საქართველომდე. ესენი არიან ლიფსიტები და ღლავები იყვნენ უკან და ისინი არ ჩანდნენ. და თუ ვინ იყვნენ ღლავები, ეს გამოჩნდა ძალიან კარგად იმ დღესვე, იმ წუთს, როდესაც შევარდნაძე ჩამოვიდა თბილისში. და როდესაც თვითმფრინავის ტრაპთან მადლობა გადაუხადა ინტელიგენციას იარაღის ხელში აღებისთვის. თუ არ ვწდები იარაღი კი რა თქვა ავტომატი. გარეთ გამოვედი, ეს ხალხი დგას, ორიოდე სიტყვა უთხარი, მიესალმე. მოუწონე ის რომ აი თქვენ დემოკრატიის ერთგულები ხართ და მეც ამისთვის ჩამოვედი რომ ამ საქმეს ვამსახურო. დემოკრატიის სამსახური ხშირად მოითხოვს მსხვერპლს. საქართველოში კი მის შენებას თავად დემოკრატია ჩანასახშივე შეეწირა. ჯერ კიდევ შევარდნაძის ჩამოსვლამდე დაწყებული ზვიადისტების დარბევები იგივე მონდომებით გაგრძელდა. 9 აპრილისაგან განსხვავებით ამ დარბევების შედეგად დაღუპული ადამიანების სიები არც არსად გამოკრულა და არც ერთ საინფორმაციო გამოშვებაში არ უხსენებიათ. მე ვიყავი მოწმე ამისი. ერთ-ერთი დარბევის უნივერსიტეტის წინ, როდესაც ჩემი თვალით უყურებდი ამას, ჩემთვის ნაცნობ პიროვნებებს, რომლებიც აი პირდაპირ ხელმძღვანელობდნენ აი ამ ახალგაზრდების ზოგიერთი სრულიად ესე იგი აი გონება არეული ახალგაზრდის მოქმედებებს და პირდაპირ ეუბნებოდნენ რა უნდა გაეკეთებინათ. და ეს ხალხი მხედრიონელები არ იყვნენ თვითონ. ეს იყო რესპექტაბელური ადამიანები. მათი შვილები თვითონაც დღესაც რესპექტაბელურ ადამიანებად ითვლებიან.
შევარდნაძე ჯერ არ აქტიურობს. მან ზუსტად ისიც კი არ იცის, რამდენად საიმედოა ინტელიგენციის იმ ნაწილის მხარდაჭერა, რომელიც მას აეროპორტში დახვდა. სამაგიეროდ კარგად ესმის, რომ თავად ტრიუმვირატში მას ყავს შეურიგებელი ოპონენტი თენგიზ სიგუას სახით. მან აეროპორტშიც კი არ ისურვა მიბრძანება. მეორე, ყოფილი მრგვალი მაგიდელის კიტოვანის ამბიციებიც ბევრ თავსატეხს უქადის. პირველ ამოცანად შევარდნაძეს ამ სამეულის უფლებების შეზღუდვა მიაჩნია, მაგრამ ეს ფრთხილად უნდა მოხდეს. ესე იგი, როცა მივედი მაშინ ამ საბჭოს ხდომაზე, პირველი ხდომაა და გული შემიწუხდა რაღაც 4 აქეთ ჯაბაზის, აქეთ კიტოვანია, აქეთ კიდე ვიღაცა და მე ვარ 4-5 კაცი. და მაშინ ვთქვი, რომ ასე არ გამომეთქი. თვითონ დარბაზში იყვნენ მონაწილეები. ხდომის მონაწილეები, მაგრამ ისინი მათ ხმის უფლება კი არ ქონდათ. ხმის უფლება ქონდა 4 კაცს. მეუთხარი, აი მე გთავაზობ, თუ გინდათ რომ მე ვიმუშაო თქვენთან ერთად, მაშინ ასე უნდა გავაკეთოთ, რომ გავაფართოვოთ ეს შემადგენლობა. აქ ხო არის აგერ 30-40 კაცი ის ამათში რამდენიც რომელსაც თქვენ უფრო იცნობთ, რომელიც გამოდგება საბჭოს წევრად, დაუმატოთ და აიყვანოთ 20-25 კაცზე საბჭო. საბჭო იყოს და არა ის, რაც აქამდე იყო 4 კაციანი. მართლაც ასე მოიგეცით. გაფართოებულ სამხედრო საბჭოში ლიდერის პოზიციის გამტკიცება უფრო იოლია, ვიდრე 4 კაციან ალიანსში, სადაც ყველა თავის მხარეს ეკაჩება საბანს. იოსელიანის საკითხი უფრო გარკვეულია ვიდრე თენგიზებისა. მას გააჩნია უზარმაზარი ძალა, ავტორიტეტი. მის მხარეს არიან ყველაზე ანგარიშგასაწევი ადამიანები. მაგრამ ჯაბა განათლებული ადამიანია და იცის, რომ სამყარო, რომელში შესასვლელადაც საქართველო ემზადება, ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს საანკეტო მონაცემებს. პირველი კაცის ადგილი მას მხოლოდ ბანანის რესპუბლიკაში შეხვდება. იოსელიანმა კი ლიმონათის ქვეყანაში უკვე იცხოვრა. შევარდნაძე უმოკლეს ხანებში ახერხებს პარლამენტის თავმჯდომარის სკამის მიღებას. ხელი ხელსπანს ორივე კი პირსო. ედუარდ შევარდნაძემ და ჩემი კავშირი არის საქართველო. ჩვენ საქართველოს გაჭირვებამ დაგვაკავშირა. საქართველოს გაჭირვება. მეტი ჩვენ კავშირი არაფერი არ აქვს. პარლამენტის თავმჯდომარე იოსელიანს მხედრიონის ოფიციალურ სახელმწიფო სტრუქტურებში მყუდროდ დაბინავებას პირდება. მანამდე კი ცალკეული მხედრიონელები იკავებენ უმნიშვნელოვანეს პოსტებს. შინაგან საქმეთა მინისტრი ხდება თემურ ხაჩიშვილი. თავდაცვის მინისტრის მოადგილედ ინიშნება გიგა არველაძე. მხედრიონი ამ საერთო ქაოსში შევარდნაძის უსაფრთხოების ყველაზე საიმედო გარანტია. მაგრამ სანამ გამსახურდია ცოცხალია, შევარდნაძის ლეგიტიმურობა ჯერ ისევ ეჭქვეშ დგას. შევარდნაძის მოშორების ყველაზე მოკლე გზა კი იოსელიანზე გადის. 92 წლის 13 ივნის ჩიქოვანის ქუჩაზე, სადაც იოსელიანს უნდა გაევლო დანაღმული მანქანა აფეთქდა. ტერაქტის მონაწილეებს საოცრად მალე აპატიმრებენ. არავის გაკვირვებია, რომ ისინი ექს-პრეზიდენტის მომხრეები აღმოჩნდნენ. კითხვაზე თუ რატომ სურდათ იოსელიანის განადგურება დაკავებულებმა განაცხადეს, იმიტომ რომ იოსელიანმა საქართველოში შევარდნაძე დააბრუნა. ჩემი მოკლა მოინდომეს ეგ არაფერი. იქ ხალხი და ბავშვი დაიხოცა და ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს ძალიან დიდი ბოროტება იყო. და აი იქ რამოდენიმე ისეთი ადამიანია, რომ ყველა არა და 1-2 ადამიანი ესეთია, რომ ძალიან ბევრი გამიკეთებ. ერთი ისეთიც არის, ორჯერ სიცოცხლის გადამერჩენია, ნამდვილ, ესე კი არა, აი შემთხვევით, აი ნამდვილ სიკვდილს, აი რომ კლავდნენ და რომ გამიშვია. აი ასეთი და ხო ხედავთ, ესე გადაგვიხადა. ეს ტერაქტი დაემთხვა მხედრიონის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენას. სწორედ იმ დღეს მხედრიონის ლიდერს ჭადრაკის სასახლეში საქართველოს ყველა კუთხიდან ჩამოსული მხედრიონელებისათვის მეტად საყურადღებო დოკუმენტი უნდა გაეცნო. ამ დოკუმენტის თანახმად მართალია მხედრიონელები იბრუნებდნენ ოფიციალურ სტატუსს და ხდებოდა გამსახურდიას მიერ გაუქმებული მარშალთა კორპუსის რეგისტრაცია. მაგრამ სამაგიეროდ ისინი უნდა დათანხმებოდნენ შევარდნაძის მიერ შექმნილი კომისიის პირობას. ფორმირება ყაზარმაში უნდა შესულიყო
და დისლოკაციის ადგილის გარეთ იარაღის ტარება ეკრძალებოდა. ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე 2 თვის მანძილზე პარლამენტსა და მინისტრთა კაბინეტში ძაღლი პატრონს ვერ სცნობდა. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ მაისის ბოლოს მხედრიონელები გაიფიცნენ და შევარდნაძე პირადად ეახლა მოშიმშილეებს. სტრუქტურას პარლამენტში იმაზე ბევრად მეტი ოპონენტი აღმოაჩნდა, ვიდრე შევარდნაძე ვარაუდობდა. ამიტომ მის მიერ შექმნილი კომისია ნემსის ყურში უნდა გამძვრალიყო, რომ ორივე მხარის ინტერესები გაეთვალისწინებინა. თვით ჯაბა იოსელიანსაც კი არ შეეძლო ზუსტად ცოდნო და რა რეაქცია ექნებოდათ მხედრიონელებს იარაღის თუნდაც დროებითი ჩამორთმების გამო. მაგრამ მოვლენების მოულოდნელმა განვითარებამ 13 ივნისს წესდების საკითხი უკანა პლანზე გადაწია. პატრიოტთა თამაშები თანდათან ემსგავსება ბავშვურ, უპატიებელ აურზაურს არაფრის გამო. სანამ თბილისში ენამოსტრებული ჯაბა იოსელიანისავე სიტყვებით რომ თქვათ კანონობიას თამაშობენ, თბილ ადგილებს ინაწილებენ და ძველი ანგარიშების გასწორებაზე ზრუნავენ, ქვეყანა უზარმაზარი განსაცდელის პირას მიდის. ოსების მსგავსად აფხაზი სეპარატისტებიც აქტიურდებიან. სუვერენიტეტის მსურველები პოსტსაბჭოთა სივრცეში სოკოებივით მრავლდებიან. რუსეთი ცდილობს ეს საერთო არეულობა თავის სასარგებლოდ გამოიყენოს. ქვეყნები, რომელთა დამოუკიდებლობა და ლეგიტიმურობა მსოფლიოსათვის ეჭვქვეშ დგას, საუკეთესო ნადავლია დაშლის პირას მისული დერჟავისათვის. საზღვრები არა მარტო რუქაზე, არამედ ფასეულობათა დავთარშიც ისე წაიშალა, რომ 100 ყური და 100 თვალია საჭირო, რომ გუშინდელი სტუმარი ღევანდელ მასპინძლად არ გექცეს. საქართველოს ხერხემალში გადასატეხად საჭირო არის აფხაზეთის და სამეგრელოს გამოცვლა საქართველოსათვის. რაც ნიშნავს, რა თქმა უნდა, აჭარაც იგულისხმება. რაც ნიშნავს ზღვიდან საქართველოს ბლოკირებას და ზღვიდან ბლოკირებული საქართველო არავითარ გეოპოლიტიკურ ინტერესს არავისთვის არ წარმოადგენს და საქართველო არავითარ ძალას პოლიტიკური თვალსაზრისით არ წარმოადგენს და ქართული სახელმწიფოებრიობა იქნება შეუმდგარი ილუზია ქართველებისა. აფხაზეთი მხედრიონელთა პრაქტიკაში სულაც არ იყო აუღებელი ციხესიმაგრე. სეპარატისტებთან ურთიერთობების წესჩვეულებანი მათ უკვე გამოცდილებით შეიმუშავეს. 99 წლიდან დაწყებული მათ პირად კონტაქტებზე გამოყენებით არაერთხელ განმუხტეს ფეთქებადი სიტუაცია. ისინი ერთი შეხედვით თითქოს ახერხებდნენ რეგიონში კონფლიქტის დარეგულირებას, რადგან არ ჰგავდნენ გამსახურდიას რადიკალურად განწყობილ მომხრეებს, რომელთაც საკუთარი რადიკალიზმის გარდა არასოდეს არაფერი უმაგრებდათ ზურგს. მხედრიონელების უკან იდგნენ გავლენიანი ადამიანები, როგორც პოსტკომუნისტურ, ისე ინტელიგენტურ და შავწყეებში. მათ ყოველ სიტყვას რეალური საქმე უმაგრებდა ზურგს და რაც მთავარია, მათ ჰქონდათ იარაღი. ჩვენი იარაღი იყო უბრალოდ მშვიდობიანი მოლაპარაკების გარანტი, სტაბილური სიტუაციის გარანტი. შენს თუ გაქვს იარაღი, მეც მაქვს იარაღი და ამიტომ ვილაპარაკოთ ადამიანურ ენაზე და არა იარაღის ენაზე რა. და ფაქტიურად, ესე იგი აფხაზეთში ომის დაწყებამდე 6 ჯერ ვიყავით ჩასული აფხაზეთში და 6 ჯერვე აი სიტუაცია ხუთიანზე ჩატარდა ერთი გასროლის გარეშე რა. მაგრამ იარაღი ჟღარუნი უკვე საკმარისი მიზეზია იმისათვის, რომ ამ ვითომ მშვიდობიან დიალოგში მესამე კიდევ უფრო სამშვიდობოდ განწყობილი ძალა ჩაერიოს. ძალა, რომელსაც ბევრად მეტი აქვს ფულიც, იარაღიც და გავლენაც. მხედრიონელთა თავდაცვის ტაქტიკა მოწინააღმდეგისათვის საუკეთესო თავდასხმის გარანტია ხდება. პრეცედენტი უკვე დაშვებულია. ახლა ვიღა გაარკვევს, ვინ დაიწყო ეს ყველაფერი. მე რატომღაც გონია, რომ თვით ამ ორგანიზაციის ლიდერებსაც არ ქონდათ ალბათ კარგად გაცნობიერებული ის ფუნქცია, რომლის შესრულებას მათ დააკისრა რუსეთის დაზვერვა. ეს არის დესტაბილიზაციის შექმნა საქართველოში, ეთნოკონფლიქტების გაღვივება. ეთნოკონფლიქტი დიდი ხანია მომწიფდა. დაძაბულობამ აფხაზეთში კრიტიკულ ზღვარს მიაღწია. 92 წლის აგვისტოში საქართველოს მთავრობა ერთ-ერთ ყველაზე საბედისწერო ოპერაციას გეგმავს. აფხაზეთის რკინიგზის დასაცავად ავტონომიაში გვარდია და შინაგანი ჯარი მიემგზავრება.
როგორც ქართველებს ჩვევიათ ამ საქმეში ისინი უპატიებელ არხეინობას იჩენენ. ათასობით იარაღიანი ადამიანი ისე შედის კონფლიქტურ ზონაში, რომ ბოლომდე არავინ იცის ვინ აგებს პასუხს შედეგებზე. შეთანხმებულია თუ არა ეს ყველაფერი აფხაზეთის ავტონომიის ლიდერთან და საერთოდ აქვს თუ არა გვარდიას მსგავსი ოპერაციის განხორციელების უფლება. საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე იოსელიანი წინააღმდეგია ასეთი აჟიოტაჟის. მაგრამ ეთყობა პუბლიკას მობეზრდა პრობლემების მოგვარების მისეული, ეგრეთ წოდებული ბლატნოის სტილი, რომელიც ლოკალურად მართალია ამართლებს, მაგრამ გლობალურად პრობლემას უფრო აღვივებს. კიტოვანს საზეიმო მარშირება ურჩევნია. ათდა ერთი უბედურება აფხაზეთში. ჯარი არ აქვს. ჯარი იყო რა, გვარდია იყო, კიტოვანი იყო ამის მეთაური. კიტოვანი დღეს ერთს გეტყოდა, ხვალ მეორეს იტყოდა. მაგრამ ის ჯარი კი უჯერებდა მას. ის გვარდია. გვარდია ხო გაუდგა გამსახურდიას. ეხლა მე ჩემთვის ვფიქრობდი, თუ კი გამსახურდიას გაუდგა, რატო ფიქრობ, შენ არ გაგიდგება. და ამიტომ უფრო მეტად ჯაბას იმედი მქონდა სიმართლე გითხრათ. კიტოვანის რეპუტაციას ეჭქვეშ არა მარტო ქვეყნის მეთაური, არამედ მოხალისეებიც აყენებენ. ომში ჯაბა იოსელიანი მამაცობისა და თავდადების მაგალითს პირადად აძლევს ახალგაზრდებს. მართალია აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყების წინააღმდეგი იყო, მაგრამ როცა ომი მაინც დაიწყო, პირველივე წუთიდან ბრძოლის ველზე თავის ერთადერთ ვაჟთან ერთად გავიდა. ეს კაცი არ იჯდა სადმე კაბინეტში და არავის არ აძლევდა ბრძანებას, რომ შენ წადი და აი აქ შეწირე თავი, თუ შესაძლებელია. 70 წლის კაცი პატარა ბიჭებთან ერთად ისევე იბრძოდა და არანაირად ტოლს არ უდებდა. ბევრი შემთხვევები ყოფილა, როცა დაჭრილზეც გასულა, სხვა ახალგაზრდა ბიჭზე დაუსრია და თვითონ გასულა. ამიტომ სამშობლოს ერთიანობისათვის ბრძოლის მსურველებს დაფიქრებაც კი არ სჭირდებათ იმის გადასაწყვეტად გვარდია შეუერთდნენ თუ მხედრიონს. ომში მთავარი სიმამაცე და გამძლეობაა. ეს ორი რამ კი მხედრიონს ნამდვილად არ აკნია. მასში 1000 ჯურის ადამიანია გაერთიანებული, კრიმინალი და ხელოვანი, პატიოსანი და ავანტიურისტი, იდეალისტი და ცინიკოსი. აფხაზეთის ომმა ამ ადამიანების მთავარი არსი წარმოაჩინა. არსი, რომელმაც ისინი გააერთიანαν. ისინი ყველანი ბუნებით მებრძოლები არიან. ერთ-ერთი ყველაზე მაგარი მებრძოლი გიგა გლაშვილი იყო. ქალია, მაგრამ დოდო გუგეშაშვილი იყო, არ ვიცი გაიგონიათ თუ არ გაიგონიათ, მე მას წინა ხაზე ვარ, მასთან ამყოფი. და ჩემი თვალით მაქვს ნანახი, როგორ იბრძოდა, როგორ ისროდა, მიზანში, როგორ უტყამდა მიზანში. საოცარი რაღაცა იყო. ბრძოლის ველზე მართლაც ძნელია იმის დაჯერება, რომ მშვიდობიან წინა ცხოვრებაში დოდო გუგეშაშვილი ერთი რიგითი საბჭოთა პედაგოგი იყო. მიზანში სროლის გარდა ამ ქალს ხასიათის განსაკუთრებული სიმტკიცეც გამოარჩევს. ყველას გასაოცრად მის ბრძანებებს ყოველგვარი იერარქიის უარყოფელი მხედრიონელებიც კი ასრულებენ. ამ თვისებების გამო გუგეშაშვილი ომის საკულტო ფიგურა ხდება. მასზე სეპარატისტებს განსაკუთრებული ნადირობა აქვთ გამოცხადებული. საერთოდაც აფხაზებსა და დაქირავებულ ბოევიკებს ყველაზე დიდ გმირობაც სწორედ მხედრიონელებთან ბრძოლა და მხედრიონელების განადგურება ეთვლებათ. Мы их всех уничтожим, всех. Я один оттуда живым не уйдет. Вокзал нахуй. გაცხარებული ნადირობა იყო მხედრიონელებზე გამოცხადებული აფხაზეთში, იყო ძალიან დიდი ჯილდოები დაწესებული და კონფედერატები ფაქტიურად და ეს სეპარატისტები ცდილობდნენ, რომ რაც შეიძლება მეტი მხედრიონელი დაცემულიყო ბრძოლის ველზე. ძალიან ბევრი მხედრიონელი დაიღუპა. მე სხვადასხვის ხშირად ხან მარტო, ხან ჯაბასთან ერთად ჩამოვიდდი მაგათ ბანაკებს, სადაც დაბანაკებული იყვნენ. და ყოველ დღე ვიგებდი, რომ აი 5 კაცი დღეს დაიღუპა, 10 გუშინ დაიღუპა და აი ეს
მერე ჩამოასვენებდნენ და ასეთი ამბავი იყო. ომმა პოლიტიკურ პეიზაჟზე ადამიანების პორტრეტები ამოსწია და რეალობის სტილო დრამატიზმით აავსო. ყოველგვარი მომზადების გარეშე პირდაპირ ჯოჯოხეთში მოხვედრილი გუშინდელი ჩვეულებრივი უბნის ბიჭები, მსახიობები, ჟურნალისტები ერთღამეში გმირები ხდებიან და უმეტეს შემთხვევაში ამის შესახებ თავადაც ვერაფერს იგებენ ისეკუდებიან. საერთო იდეით გაერთიანებული თანამებრძოლები სამშობლოსათვის და ერთმანეთისათვის თავს იმის მიუხედავად სწირავენ, ხედრიონელები არიან ისინი გვარდიელები, თუ ისეთივე ჩვეულებრივი მოხალისეები, როგორიც ავთო იოსელიანი იყო. მძიმე ბრძოლის შემდეგ მხედრიონელთა შტაბში იგი ცოცხალი და უვნებელი დაბრუნდა. როგორც ჩანს, ავთო იოსელიანს აი პოზიციებზე ხოხვისაგან ხელყუმბარა მოუსუსტა და აი ეს პატარა რგოლი, რითაც პრაქტიკულად საბრძოლო მდგომარეობაში არ არის მოყვანილი ხელყუმბარა, როგორც ჩანს, იყო მოსუსტებული. და ეთყობა ის გასწორებული ქონდა, რომ გამოუვარდა, ამან დაინახა, რომ ის რგოლი მოძვრა. ну ხა პირველი ვინც დაინახა რეაქციაც პირველი მაგას ექნებოდა და პირველიც მოასწრებდა გარეთ გასვლას. ქუჩაში პანჯდა გადაგდება, ну გარეთ ჩვენი ბიჭები დადიან, სიგარეტს ეწევიან, მოძრაობენ რაღაცა. ну ერთი წამი დაფიქრდა და თვითონ გადაეფარა რა მას ლიმონკას რა და ну აფეთქდა რა. ომის ნატურალიზმმა ამორომ ტრიალში აღმოჩენილი ადამიანების ცნობიერებას სინამდვილის აღქმა დაუბრუნა. პოლიტიკურმა თამაშებმა მაგიური ძალა თითქოს დაკარგეს. გაჩნდა იმედი ეროვნული თანხმობის მიღწევისა. აფხაზეთში გვარდიელიც, ზვიადისტიც და მხედრიონელიც ერთ იდეას ემსახურებოდა და ერთი ტყვით კვდებოდა. ომი რო დაიწყო აფხაზეთში ჩვენ 3 დღე არ ომობდა, ვიყავით წინააღმდეგი ამ ომის, მაგრამ მერე როდესაც ჩავხდეთ ჩვენ ბოლო დღემდე ჩვენ ოვდით. აი ხლაც ესე გამოვა ალბათ რა, ის ვინც ვაშას იძახეს, მერე გარბის და ჩირგვებში მიდის და ჩვენ გვიხდება მერე ამის ესე იგი და კარგიც დავით, მერე ჩვენ მოგეწერება ხოლმე. მაგრამ თბილისი ამ დროს სხვა ცხოვრებით ცხოვრობდა. რეპორტაჟები აფხაზეთიდან შინ დარჩენილებს ალბათ არაფრით ახსენებს ომს, რომელიც მათ მხოლოდ კინოში ჰქონდათ ნანახი. სადღა იყო სამხედრო რომანტიკა. წვერ გაუპარსაბი ჰიპებივით ბენდენა წაკრული ბიჭები არ ჰგავდნენ ცნობიერებაში, კარგად ჩაბეჭდილ კამუფლაჟიან გმირებს. არც სახელმწიფო ცდილობდა აგიტაციის მანქანის ამუშავებას. მოხალისეები ამ პაციფისტების თვალში უკეთეს შემთხვევაში ფათერაკების მაძიებელ ავანტიურისტებად ჩანდნენ. რა თქმა უნდა, მხედრიონი იყო წინააღმდეგობებით ახსავსე ორგანიზაცია. რეგულარული ჯარი რომ ომობს, რეგულარული ჯარი განუწყვეტლივ არის, ესე იგი ზარჩვისათვის, დანაშაულებისთვის, ხალხის გასამართლება, ესე იგი იმ ადამიანების, ვინც ჯარში არიან ოფიციალურად, აქვთ სახელმწიფოს მიერ მიცემული იარაღი, თანსაცმელი, საჭმელი, სასმელი. ეს ხალხი წავიდნენ საომრად, ესე იგი უარაფროდ ცარიელები მათ უნდა ეშოვნათ საჭმელიც, სასმელიც, მათ უნდა ეშოვნათ იარაღიც და უნდა ებრძოლათ სამშობლოსათვის. საჭმლისა და ტყვია-წამლის დეფიციტზე ბევრად უფრო მტკივნეულად აფხაზეთის ომში მედიკამენტების ნაკლებობას განიცდიდნენ. მთელი ავტონომიის ტერიტორიაზე ერთ დღეს გაქრა ყველა ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატი. მეომრებს გამოუვალი მდგომარეობიდან თავის დასაცავად თითო ამპულა მორფს, რაზმის მეთაურები ურიგებდნენ. უცნაურია, მაგრამ საომარი მოქმედებების ახლო-მახლო ნარკოტიკების შოვნა ნებისმიერ დროს შეიძლებოდა. დადიოდა ჭორები, რომ რუსეთის სპეცსამსახურებმა ნარკოტიკული ნივთიერებებით სავსე ერთი ვაგონი სპეციალურად უპატრონოდ დატოვეს სოხუმის სადგურში. იმაზე ფიქრის დრო თუ რა ელოდა ამ ადამიანებს არ იყო. ნარკოტიკების ძალა, რომელმაც პირველად შეარყია უპირობო ლიდერის, ჯაბა იოსელიანის ავტორიტეტი. მიუხედავად რადიკალური დამოკიდებულებისა, ნარკომანია მის უახლოეს გარემოცვაშიც კი იკიდებდა ფეხს. იოსელიანს უჭირს ამასთან შეგუება და ბრძოლა. დადიოდა ხმები, რომ ზაზა ვეფხვაძე მხედრიონიდან გარიცხვას მხოლოდ ერთგული მეგობრის, გია სვანაძის თავდებით აცდა. ამბობენ იმასაც, რომ სვანაძე მეგობრის დამღუპველი სენისაგან გადარჩენად შეძლო. მაგრამ ასეთი გადარჩენილები თითზე ჩამოსათვლელები არიან. ადამიანის ძალებს აღემატება მორფის ამპულით, ჯიბეში რამდენიმე დღეღამე გაუძლოს ტკივილს.
საერთოდ ისეთი ჯანმრთელი ცხოვრების წესს მივდედი საკმაოდ წარმატებული სპორტსმენიც ვიყავი თელ ჩემს საძმაკაცში ვიყავი წამლის მტერი აი ჩემთან დასწრებით ვერავინ ვერ ბედავდა რომ რაღაცა წამალზე არამც თუ ჩემ თვალზე რომ გაიქეთებინა საერთოდ რომ ლაპარაკი წასულიყო მაგაზე ერიდებოდნენ რა ჩემი მეგობრები აი ვერ ვიცოდი რომ ეს იყო დამღუპველი და მე თვითონ შემაჩვიეს ამ დროს აი ამ მომების და იმების იმიტომ რომ არანორმალური დატვირთვები მივიღეთ მაშინ აბსოლუტურად მომზადებელმა ადამიანებმა თბილისში გირაჩნის ბულზე გაზდილი ბიჭები უცბად ესეთ ვითარებაში ხდებიან რისთვისაც წლობით აგერ ამზადებენ ახალგაზრდებს და ისინი ვერ იმაშვებიან ბოლომდე. ეგეთ პირობებს ვერ ეგუებიან. და ნარკოტიკი ამ დროს პირველი მეგობარია რა, შიშის გზნობასაც გიკლავს, ყურთასმენა უკეთესი გაქვს, თვალთახედვა უკეთესი გაქვს, მეტი დოპინგია მოკლედ რო თქვა. მე ჩემ თავს მივცემ უფლებას, ეგეთი რამეც კი მოვყვე, რომ ქვია, იმ დროინდელ პარლამენტში ვიყავი, მე პარლამენტის წევრი ვიყავი და ხშირად იყო რომ ეს ნარკომანები და ესენი და რაღაცების ძახილი ერთხელ გამოვიდი და ტრიბუნაზე ოფიციალურად განვაცხადე. თუ სამშობლოსთვის მარტო ნარკომანები იბრძვიან, გაუმარჯოს ნარკომანებს მეთქი, ესე იგი მეტი გზა აღარ აქვს შება მეთქი არა? არც ერთი პოზიცია აფხაზეთში, სადაც საბრძოლო მოქმედებებს უშუალოდ მხედრიონელები აწარმოებდნენ, ქართველებს არ დაუთმიათ. მაგრამ ბრძოლის ველის ბედს არა მეომრები, არამედ პოლიტიკოსები განაგებენ. უკან დახევისას ხშირად დაღუპულთა და დაჭრილთა გამოყვანასაც ვერ ასწრებდნენ. თანამებრძოლების საფლავების ნაცვლად ქართველ მეომრებს მხოლოდ დამარცხებული ქალაქებისა და სოფლების სახელები რჩებოდათ. ბოლოს ჯერი სოხუმზე მიდგა. ბოლოს როცა სოხუმიდან გამოვედი, ჩემი ხელით ჩავფალე მიწაში. ჩემი დაღუპული თანამებრძოლები ჩემს გვერდით, სადგურის დაცვის დროს რომ დაიღუპნენ, რაღაც პატარა ხის ნაჭერი ვიპოვე და პასტაც მოვიძიე. გულზე დავადე ეს ხის ნაჭერი, სადაც პასტით დავაწერე ბიჭებს, მათი სახელი და გვარი მეგონა ძალიან მალე დავბრუნდებოდით და მათ გადმოვასვენებდით და ვიცით მივეცი რომ ბოლო ტყვიას ზოუზე გავისვრიდი და მაშინ თუნდაც დამთავრებულიყო ჩემი სიცოცხლე, სანანებელი არაფერი მექნებოდა.